რასიზმზე უნდა ვილაპარაკო და ვისაც არ გაინტერესებთ ახლა იქ თემა და იტყვით რომ 21 საუკუნეში რა დროს რასიზმიაო, ბაზარი არა, გაატარეთ ეგ ვიდეო, სხვა რაღაცებს უყურეთ, ძუძუ ტრაკმა წალეგა, სოციალური ქსელები იმათ უყურეთ. ვისაც გაინტერესებთ, იცით ალბათ რომ აღრიცხვა რო იყო საქართველოს მოსახლეობის 1,300,000 რაღაცა ყოფილვართ ეროვნებით ქართველი. და ვართ უმცირესობაში და ეს რიცხვი არის კლებად თან. დანარჩენი არის სხვა ერები, საქართველოში მაცხოვრებელი, საქართველოს მოქალაქეები და არალეგალები და დროებითი ბინადრობის მქონე და რაღაცები. მოკლედ უმცირესობაში ვართ უკვე ქართველები. და მე დამბლოკეს რასისტული პოსტის გამო. ოღონდ რასისტი გაატარეს რასიზმში, თორე რასისტი არ ვარ. არავინ არ მწულს. უბრალოდ ჩემი მიყვარს მეთქი წინა ვიდეოში ვახსენე, რომ დამბლოკეს მეთქი რომ მოყევე გამბავი და ვცდილობ რომ ჩემი აზრი გამოხატო რომ ჩვენ ისედაც გადაშენება ენდემური ჯიშები ვართ უკვე რა. გადაშენების პირას ყოფი ერი ვართ და კი ბატონო, უნდა ვაქცევდეთ ასეთ რაღაცებს ყურადღებას 21 საუკუნეში. ერთ-ერთი ვიდეო იყო ქართველი ძუკნები რო თხოვდებიან სხვადასხვა რასებზე მეთქი რო ვთქვი. და იქ რო ველოდი რო ბევრი დამესეოდა ტურებივით, არა სხვა შორის. თითქმის ქართველების მინიმუმ 80% ჩემს აზრზე ყოფილა. ოღონდ იქ ვიღაცები გამოხდნენ, გამისაჭირეს პოსტი და დამბლოკეს რა. ეხლა რასისტული განცხადებები თუ ასე პირდაპირ განაცხადებ, რა თქმა უნდა, ვიღაცები ტურები დაგესებიან და მაქსიმალურად ესებიან პრობლემები შექმნას. მაგრამ ჭკვიანი ადამიანები ცდილობენ შეფარვით გამოხატონ ეს თავისი, ასე ვთქვათ, თანამედროვე ლიბერალური საზოგადოებისთვის მიუღებელი აზრი. აი მაგალითად დავიწყოთ უმარტივესი ერთ-ერთი სოფლიო დონის მაგალითით ფილმი ჯანგო. ჯანგო თავისუფალად როგორ ქვია, ტარანტინოს ფილმია. იქ ტარანტინო არის რასისტი. ჩვეულებრივი რასისტია და ბევრ ფილმში გამოხატავს ამას, მაგრამ ამ ჯანგოში ლეონარდო დიკაპრიოს პირით ამბობს თავისას, ანუ უარყოფითი პერსონაჟის პირით ამბობს თავის რასისტულ განცხადებას. ანუ საერთოდ მწერლებს, რეჟისორებს და ასეთ ხელოვნებს ხრიკი აქვთ ასეთი, რომ უარყოფით პერსონას ათქმევინებენ და აკეთებინებენ იმ ისეთ რაღაცას, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, თუ ამას იტყვის დადებითი პერსონაჟი. და ტარანტინო ახლა ის ფილმს ნაყურები იქნებით, როგორ განმარტავს ტარანტინო რა დიკაპრიო. როგორ განმარტავს შავკანიანის თავის ქალიაზე რაღაცა სამი ჩაწეული ადგილით ამ შავკანიანების უარყოფის თუ რაღაცა ნაკლოვანებას რა, რომ ისინი არიან მონობას შეჩვეულიო და მათი თვისება არის მონობაო. ოღონდ უარყოფითი პერსონაჟი ახლა დიკაპრიო და მიდი აბა გაუტრაკე ტარანტინოს, რომ აი რატო ათქმევინეო. უარყოფითია უგეტყვის. უარყოფითმა პერსონაჟებმა თქვაო. აქეთ ახლა რომ გადმოვიდეთ საქართველოში, ეგ ახლა რასიზმს არ ეხება, მაგრამ აი ისეთ ნათქვამს, რომელიც საზოგადოებამ შეიძლება სუდად მიიღოს. აგერ ჭაბო ამირეჯიბის დათათუთაშქაში არქიპორო ამბობს ბრბოზე. ის არის ავტორის აზრი. ოღონდ ათქმევინებს უარყოფით პერსონაჟს. ბრბოს რაც ეკუთვნის, ზუსტად მეც მაგაზზე ვარ. რასაც ის უკეთებდა არქიპო ბრბოს, ის ეკუთვნის ბრბოს. მაგრამ ამას ხوار იტყოდა ახლა დათათუთაშქას ხوار ათქმევინებდა ამას. ათქმევინდა არქიპოს. აგერ ახლა პატარა უახლოესი მაგალითი რო ავიღოთ პიდარასტებზე. მიშა მშვილდაძის ფილმი როა ტაქსი. ყველას გაქვთ ალბათ ის ნახი ის რა ქვია ის ეპიზოდი. აი ცხოვრებული ტრისტან სარალიძე რო უყვება ამას ტაქსის წყვილს პიდარასტებზე. ის თქვენ რა გონიათ ვისი აზრია? ამ მიშა მშვილდაძის და სცენარისტების, მაგრამ ათქმევინებენ აი უარყოფითი რა, ანუ არადადებით პერსონაჟს. ვინც იყო ტრისტან სარალიძის პერსონაჟი. თორე ეგენ ისინი არიან, რა ქვია, ჰომოფობები. ოღონდ ახლა მაგას ხوار იტყვიან, უი შენ მართალი ხარ, ხوار დაიმხობა ახლა მიშა მშვილდაძე ჩემს წინა უი როგორ გამოიცონი, რა თქმა უნდა, ამას უარყოფს. ანუ ასე შეფარულად ხრიკებით ამბობენ ასე რაც მიუღებელია სოფლიო დღევანდელი როგორც არის მოწყობილი ამ სოფლიოსთვის, მწერლები, პოეტები, რეჟისორები ასე შეფარვით და ხრიკებით ამბობენ ამას და მე ვთქვი პირდაპირ. ამიტომ დამბლოკეს. მოკლედ რასიზმი არაფერ შუაში არაა, უბრალოდ რადგანაც ქართველები გადაშენების პირას მდგომიერი ვართ, არ მინდა
და ბევრს არ გინდა ვიცი, რამოდენიმე ვიდეო რო დავდევი დაახლოებით ამასთან დაკავშირებული ვიდეო, მივხვდი იქ კომენტარების და ლაიქების მიხედვით, რომ ბევრი ფიქრობს ასე ქართველები. რომ ქართველები ვართ გადაშენების პირას დგომიერი და ის ქართველი ქალები, რომლებიც თხოვდებიან სხვადასხვა რასებზე და თან აქ შემოყავთ და აქ უნდათ რომ გაამბრავლონ. ეს არის ერის გენოციდის ხელისშეწყობა. გენოციდი მარტო ისე კი არ არის გაზის კამერაში შეყარო მოსახლეობა და გამოჟიჟვა. ეგეც ერის გენოციდია, რომ ასე ლეგალური გზით ხელს უწყობ შენი ნაციის და შენი რასის გადაშენებას. ამაზე ახლა თუ დამბლოკავ და ამის გამო თუ ცუდი ვარ, ესე იგი რეალურად კარგი ყოფილვარ. მოკლედ ამის მომიდოდა რა.